მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ანაკლიის სპორტის საქმეზე დავა ვაშინგტონის არბიტრაჟში წააგეს. ვაშინგტონის არბიტრაჟმა ანაკლიის სპორტის საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა და საქართველოს მთავრობის მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილა. ამჯერად უკვე ვაშინგტონის არბიტრაჟის მიერ დადასტურდა, რომ ანაკლიის სპორტის პროექტის განხორციელებლობა მთლიანად მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და მათი პარტნიორების პასუხისმგებლობაა და საქართველოს მთავრობის მხრიდან რაიმე ფორმით ხელშეშლას ადგილი არ ქონია. მათივე ცნობით აღნიშნული დავის ფარგლებში ხაზარაძისა და ჯაფარიძის ჰოლანდიელი პარტნიორი ბობ მეიერი ითხოვდა 64 მილიონი აშშ დოლარის გადახდას. თუმცა არბიტრაჟმა მისი ყველა მოთხოვნა უარყო და მას თავად დააკისრა საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ 6,5 მილიონი აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება. ცნობილია, რომ ზუსტად 1 წლის წინ ანაკლიის საქმეზე დავა ხაზარაძისა და ჯაფარიძის ანაკლიის კონსორციუმმა სახელმწიფოსთან პარიზის არბიტრაჟში წააგო, რომლის ფარგლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1,5 მილიარდი აშშ დოლარის გადახდას ითხოვდნენ. პარიზის არბიტრაჟმა სრულად უარყო მომჩივნების მოთხოვნები და პირიქით, მათ დაეკისრათ სახელმწიფო სასარგებლოდ 650,000 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება. აღნიშნული გადაწყვეტილება ხაზარაძეს და ჯაფარიძეს არ გაუსაჩივრებიათ, მათ დაკისრებული თანხაც გადაიხადეს, რითიც ფაქტობრივად აღიარეს, რომ ანაკლიის სპორტი მათი ბრალეულობით ვერ განხორციელდა. პატრიოტებს მინდა ორიოდე სიტყვით მიმართო, ვინ სამშობლოს რუსთაველზე იცავს. როგორ ფიქრობთ, არის თუ არა ქვეყნის მტერი ის ადამიანი, რომელიც ქვეყანას წელიწადში 600 მილიონი შემოსავლის პერსპექტივას უკარგავს? უბრალოდ დაფიქრდით, სად ეძებთ ქვეყნის მოღალატეებს. თქვენ კი არ დაგავიწყდით არხის გამოწერა.